Salam მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში პოსტივის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა შორტია ვარ. საქართველოს მთავრობის მეთაურის სამუშაო ვიზიტით სინგაპურშია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები სინგაპურის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ასევე დაგეგმილია ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებთან შეხვედრა, რომლის მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები იქნება. საქართველოს დელეგაციის დღის წესრიგის შესახებ მეტ დეტალს ჩემი კოლეგა ნუცა კოროშინაძე გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. ნუცა გისმენთ. საქართველოს მთავრობის მეთაურის სამუშაო ვიზიტით სინგაპურში იმყოფება. აღნიშნულ ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს როგორც პოლიტიკური მიმართულებით, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულების კუთხითაც. აღსანიშნავია, რომ ეს ვიზიტი იქნება დამატებითი იმპულსი და ახალი შესაძლებლობების ფანჯარა არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისათვის, რაც შეეხება პოლიტიკურ შეხვედრებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი არის საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა სინგაპურის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის სპიკერთან, ასევე საქართველოს დელეგაცია, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, შეხვედრას გამართავს მაღალი რანგის ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან. ეს კი კარგი შესაძლებლობა არის, როგორც უკვე აღნიშნეთ, არსებული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, მათ შორის საუბარი არის ეკონომიკური ურთიერთობები, რადგან როგორც მოგეხსენებათ, სინგაპური მსოფლიოს ეკონომიკურ უკაზე სალიდერო პოზიციებს ართმობს და აღსანიშნავია ისიც, რომ სინგაპურის ეკონომიკური მოდელი მოიაზრება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელად. საქართველოს და სინგაპურს კი აქვს საერთო ერთობლივი ხედები, მათ შორის ღია ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების მიმართულებით. ეს კი კარგ შესაძლებლობას ქმნის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისათვის. სინგაპურში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ის ქვეყანა, რომელსაც ბევრი აქვს საერთო საქართველოსთან დაწყებული ეკონომიკური განვითარებით და დამთავრებული ლოჯისტიკური ცენტრის გამოცდილებით. ჩვენ ძალიან ბევრი გამოცდილების გაზიარება შეგვიძლია სინგაპურისგან, როგორც ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით, ასევე ლოჯისტიკური ჰაბის განვითარების კუთხით. მაღალი დონის შეხვედრები რეგიონში ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო განვავითაროთ რეგიონთან, ამ შემთხვევაში სინგაპურთან ურთიერთობები საინტერესოა ბევრი მიმართულებით, მათ შორის ფინანსური, ეკონომიკური, ლოჯისტიკური მიმართულებით და ამ თვალსაზრისით პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ხელმძღვანელ პირებთან სინგაპურში იქნება კარგი შესაძლებლობა განვიხილოთ როგორც პოლიტიკური თანამშრომლობა, ისე ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა სინგაპურთან. სინგაპური უკვე წლებია უმსხვილესი საავიაციო და საპორტო ჰაბის სტატუსს ინარჩუნებს. ამას კი განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დაკავშირებადობის მიმართულებით, რაც საქართველოსათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური სინგაპურს სამუშაო ვიზიტით დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი არის არაერთი მაღალი რანგის პოლიტიკური შეხვედრა, მათ შორის შეხვედრები გაიმართება სინგაპურის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან და ასევე საქართველოს დელეგაცია, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს ეკონომიკური მიმართულებით. მადლობა ნუცა, პირდაპირ ეთერში ნუცა კოროშინაძე საუბრობდა. საქართველოს პროგრესის მორგი საერთაშორისო აღიარება და ახალი ისტორიული მაქსიმუმი. ატლანტიკური საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ინდექსებში ჩვენი ქვეყანა მოწინავე პოზიციებზეა. კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი პროგრესით საქართველოს მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 13 წლის შემდეგ პოზიცია 21 ადგილით გაიუმჯობესა. პოლიტიკური თავისუფლების კატეგორიაში კი ჩვენმა ქვეყანამ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან კრიტერიუმებში, როგორიცაა არჩევნები, სადაც შეფასების 100%-იანი სისტემით 77.3% დააფიქსირა. საქართველოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა უმცირესობათა ინტერესების დაცვის რეიტინგშიც. დეტალებით თეკლა ბესტავიშვილი. საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მორიგი წარმატება ატლანტიკური საბჭოს თავისუფლებისა და კეთილდღეობის 2026 წლის ინდექსის მიხედვით ჩვენი ქვეყანა კეთილდღეობის 13 წლიანი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს 78.2%-იან შეფასებას აფიქსირებს. ანგარიშის თანახმად 2013-2025 წლებში ქვეყანამ კეთილდღეობის ინდექსი ყველაზე მეტად გააუმჯობესა. რეიტინგში კი 21 პოზიციით დაწინაურდა.
ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკური ზრდა იყო 9.3%, ეხლა პირველ 5 თვეში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. აღნიშნული გამოწვეულია იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს, ასევე იმ ინვესტიციებით, რომელიც იდება ინფრასტრუქტურაში, ასევე ჩვენ პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს საკმაოდ ზრდა. კეთილდღეობის ინდექსი მოსახლეობის შემოსავლების დონეს, გარემოსა და უმცირესობების უფლებების დაცვას, საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, განათლებასა და თანასწორობას აფასებს. ამ მიმართულებით საქართველოს შეფასების 100-გულიანი სისტემით 78.2%-იანი შედეგი მიიღო ზომიერი კეთილდღეობის სტატუსი შეინარჩუნა და მსოფლიოს 171 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის 53 ადგილი დაიკავა. ამავე რეიტინგით საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას ევროკავშირისა და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს უსწრებს. მხოლოდ ერთი ადგილი დარჩა გასაუმჯობესებლად, ერთი ადგილი წერტიკო პოზიციაში წინ წასაწევად, რომ მიიღოს მაღალი კეთილდღეობის ქვეყნის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2012 წლის შემდგომ მიღწეული პროგრესით, 13 წლიანი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო 21 საუკუნეში განცდილი პროგრესით კეთილდღეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მსოფლიოს საუკეთესო საქართველოში. მხოლოდ 13 წლის განმავლობაში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა და მან მსოფლიო რეიტინგში 21 ადგილით წინ გადაინაცვლა. ამ მონაცემებით საქართველოს დღეისთვის მიიღო ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი და ახლა მას მხოლოდ ერთი პოზიცია დაწინაურება ჭირდება მაღალი კეთილდღეობის სტატუსის მოსაპოვებლად. რეიტინგში საქართველოს პოზიციონირება, მისი დაწინაურება ერთ-ერთი მიზეზი ამ ყველაფრის არის სოციალური დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები, მძლავრი საკანონმდებლო ჩარჩო, პენსიების და სოციალური პაკეტის ინდექსაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მათი სოციალური სერვისების მრავალფეროვნების და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე. საერთაშორისო შეფასებებში საქართველოს წარმატებულ შედეგებს სახელისუფლებო გუნდში ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარება დაფასებენ. აცხადებენ, რომ ეს შედეგები სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგია. მიუხედავად ყველა ანგარიშში, საქართველოს მოწინავე პოზიციებისა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ხედავენ. ეს არის შედეგი იმ რეფორმების, რომლებიც გატარდა მთელ რიგ სფეროებში, განათლებიდან დაწყებული, ჯანდაცვით გაგრძელებული, უფლებებრივი მდგომარეობის დაცვით დასრულებული. გაგრძელდება არსებითი რეფორმების განხორციელება განათლებაში, ეკონომიკაში, ჯანდაცვის მიმართულებით. კიდევ ერთხელ დაადასტურა ის მართებულობა, ქართული ოცნების ხელისუფლების მოქმედების სწორ გადადგმული ნაბიჯები, მშვიდობის შენარჩუნების, დემოკრატიის განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კანონის უზენაესობის კიდევ ერთი დასტური, რომ ევრობიუროკრატია რა ქმედებასაც და რა შეტევასაც ახორციელებს ქართულ ხალხზე და საქართველოზე არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. მსოფლიოს საუკეთესო 20-ეულებში, 10-ეულებში, 5-ეულებში, მათ შორის ევროკავშირის წევრებსაც მათივე კვლევით ბევრს ვუსწრებთ და ამას თუ გადავხედავთ, აბსოლუტურად გაუგებარია მე რას კითხულობს მაშინ ან კაია კალასი, რას კითხულობს ან ევროკომისიის ჩინოვნიკები, თუ დემოკრატია უკან მიდის, თუდად არის საქმე და ჩამოქცეულია ყველაფერი. მაშინ მათივე ინსტიტუტები როგორ წერენ, რომ კეთილდღეობაა საქართველოში ზომიერია, თავისუფლება ზომიერია, გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზე ვარ მსოფლიოში, ეკონომიკური კუთხით ვიზრდებით ყოველწლიურად. თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსებს ატლანტიკური საბჭოს თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს. დიპლომატიური პროტოკოლის რამდენიმე თვიანი გაჭიანურების შემდეგ გერმანიაში საქართველოს ელჩი გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელს 23 ივლისს გადასცემს. ცერემონია ოფიციალურად უკვე ჩანიშნულია. პარალელურად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან უკვე წაშლილია საქართველოს შესახებ არასწორი მონაცემები, რომლის შეცვლასაც ოფიციალური ბერლინი თბილისიდან გაგზავნილი 3 მინუტის მიუხედავად გაუგებარი მიზეზებით აჭიანურებდა. საქართველოსთან მიმართებაში ბერლინის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები დროს შეემთხვევა გერმანიის ყოფილი ელჩის მოსილების ვადის ამოწურვას, რაც მართლ გუნდს აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პეტერ ფიშერი ნეგატიურ როლს ასრულებდა საქართველოს-გერმანიის ურთიერთობებში. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მიდგომები შეიცვლება და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. საუმე გობროინძე გიამბობთ. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება პოზიტიური გადატვირთვის შესაძლებლობა გერმანიასთან ურთიერთობების. ასე აფასებს ოფიციალური თბილისი-ბერლინის მხრიდან ჩანიშნულ შეხვედრას საქართველოს ელჩსა და გერმანიის პრეზიდენტს შორის, სადაც ალექსანდრე კარტოზია ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელს გადასცემს და ოფიციალურად შეუდგება დიპლომატიურ მისიას. ეს ნაბიჯი გერმანულმა მხარემ ელჩი ფიშერის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან 20 დღის შემდეგ გადადგა. მანამდე კი
საქართველოს ელჩის აკრედიტაციის პროცესი 10 თვე გაჭიანურდა. გერმანია არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა და რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია გერმანიასთან ურთიერთობების ნორმალიზება, რაც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში დატვირთული იყო უფრო მეტად უარყოფითი დინამიკით, სხვადასხვა მიზეზებით. მე ამ მიზეზებზე ხა არ ვისაუბრებ, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ელჩის მიერ სიგელების გადაცემა და გერმანიის ახალი ელჩის ჩამობრძანება საქართველოში ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მოექცეს ნორმალურ ჩარჩოებში. დიპლომატიური პროცედურის ჩანიშვნის პარალელურად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პორტალზე წაიშალა ის გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული. პეტერ ფიშერის ელჩობის პირობებში თბილისიდან გაგზავნილი 3 ოფიციალური ნოტის მიუხედავად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე მონაცემებს არ ანახლებდა. გერმანულმა მხარემ ეს თავდაპირველად ტექნიკურ ხარვეს დააბრალა და სამუშაოსთვის ჯერ კიდევ მარტში ორკვირიანი ვადა ითხოვა. რეაგირება 4 თვის შემდეგ მოხდა და საქართველოს შესახებ არასწორი მონაცემები წაიშალა. გერმანიის ელჩმა ყველაზე ცუდი საქმე გააკეთა თუ კი ოდესმე ვინმეს გაუკეთებია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიისთვის პირველ რიგში. ბატონმა პიტერმა მოახერხა ის სულ ამდენიმე წელიწადში, რომ გერმანიის პრეზიდენტისთვის ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად წელიწადნახევრის დაგვიანებით გაიგეს, რომ სალომე ზურაბიშვილი აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რა თქმა უნდა, რომ გერმანიის ხელისუფლება მიხვდება იმას, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მეგობრული ჯობია უფრო, ვიდრე მტრული, კონფლიქტური და შეურაცხყოფელი. საქართველოსთან მიმართებაში ბერლინის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები დროში ემთხვევა გერმანიის ყოფილი ელჩის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას, რაც მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პეტერ ფიშერი ნეგატიურ როლს ასრულებდა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში. ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მიდგომები შეიცვლება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ისტორიულ მეგობრობას და ჯანსაღი დიალოგის ფორმას დაუბრუნდება. აქ პირდაპირ იყო გერმანიის წინა ელჩის დესტრუქციული ქმედება, რომლის ქმედებების გამო მივედით აი იმ ჩიხურ მდგომარეობამდე, სამდეც მივედით ორხრივ ურთიერთობებში. ამიტომ და ეს გადაწყვეტილებაც, რომ ადამიანის წასვლიდან რამდენიმე დღეში ხდება ამ პროცესის დაჩქარება, სავარაუდოდ სწორედ ამაზე მიუთითებს. მაგრამ მე არ მინდა ბევრი ვისაუბრო წინა ელჩი, ის უკვე არის ისტორია, სამწუხაროდ დესტრუქციული ისტორია, მაგრამ მაინც ისტორია. მე მაინც მინდა რომ მომავალში გავიხედო, იმედიანად ვართ გაწყობილი ყველა, მეც და ჩვენ მთელი გუნდიც, რომ ჩვენ შევძლებთ კიდევ ერთხელ ჩვენი ეს ორმხრივი ურთიერთობები, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ხნის დადებითი ისტორია, შევძლებთ რომ სწორედ აი ამ პოზიტიურ რელსებზე გადმოვიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები. ის რაც ელჩმა თავის დროზე აქ მოქმედმა გერმანიის ელჩმა პრაქტიკულად გააფუჭა საკუთარი ქმედებით და მისი მოქმედების ანტიქართული ხასიათით, გვინდა რომ ეს ყველაფერი აღდგეს, ბურთი ნამდვილად გერმანიის მხარეს არის, დავაკვირდებით ჩვენ მოვლენათა განვითარებას. ელჩების აკრედიტაციის ღონისძიება გერმანიის პრეზიდენტთან 23 ივლისს ბერლინის დროით 10 საათსა და 30 წუთზეა ჩანიშნული. სხვადასხვა ელჩს შორის ჩამონათვალში პირველია საქართველოს ელჩი. სიძულვილის ენა და ერის შეურაცხყოფად შეფასებული ეგრეთ წოდებული იუმორი. ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ პოდკასტს, რომელშიც დიდი ქართველი მწერალი ნოდარ დუმბაძე უხამსად მოიხსენიეს საზოგადოების აღშფოთება მოხვა. ფაქტს გმობენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ღირსების შემოხავი რიტორიკის ავტორებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. ერისთვის გამორჩეული ქართველი კლასიკოსის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია მწერალთა კავშირისთვის, რომლის თავმჯდომარეც ეროვნული ფასეულობების მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს. ანა შანიძე კი ამბობთ. შეწუწუნებული ვარ, გაოცებული ვარ, გულნათკენი ვარ. პოეტისა და მწერალთა კავშირის თავმჯდომარისთვის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის მცდელობა ძალიან მძიმე აღმოჩნდა. მაყვალა გონაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთ პოდკასტში გამოყენებული უხამსი ფრაზა ქართველი ერისთვის გამორჩეული მწერლის მარადიულ სახელს ჩრდილს ვერ აყენებს. თუმცა ეგრეთ წოდებული იუმორის ავტორის პიროვნებაზე ბევრს ამბობს. პოეტი მიიჩნევს, რომ გადაცემის მონაწილეებმა ბოდიში სრულიად საქართველოს უნდა მოუხადონ. ეს არის ძალიან მიზანმიმართული აზროვნება, შეიძლება ასე ითქვას. ეს არის ახალგაზრდები, რომლისთვისაც არაფერი წმინდა არ არის. არც
ნოდარ დუმბაძე, რომელიც ღმერთის შვილია, იმიტომ რომ მისი ყველა ნაწარმოები არის სიყვარულით სავსე და სიყვარული ღმერთია ჩემზე კარგად თქვენიცით. და ეს სიტყვაობა, ეს უფლის გმობა არის, იმიტომ რომ სიტყვა უფალია. ვერც ნოდარ დუმბაძეს მიაყენეს შეურაცხყოფა, ვერც საქართველოს როგორ გაილანძღეს თავები, ან მათი მშობლები ბოდის სატვარ უხდიან მთელ საქართველოს, იმიტომ რომ ასე დროს გამსდელმა უნდა მოიხადოს ბოდიში საქართველოს წინაშე და რა გითხრათ, აი ძალიან გულნათკენი ვარ, ძალიან გაოცებული ვარ, თუმცა ვფიქრობ, რომ ამით ჭრილი, ოდნავი ჭრილი არ მიადგა ნოდარ დუმბაძის წმინდა სახელს. თვითონ კი სამწუხაროდ ამ რამდენიმე ახალგაზრდამ ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახს და შემთხვევითაც ეს გონია, იმიტომ რომ არსებობს სპეციალური პროგრამებიც, თუ როგორ უნდა დაინგრეს ცნობიერება ერის, ამას გონების მალაყი ქვია და უპირველესად ერის ცნობიერების დანგრევა ხდება მისი დიდი სახელების შეურაცხყოფით ერის წინააღმდეგმავალი ადამიანები. პოდკასტში გამოყენებული შეურაცხმყოფელი რიტორიკის ავტორებს მწვავედ აკრიტიკებენ რეჟისორები. უზნეობის პიკი, მორალს მიღმა, სამარცხვინო. ასე აფასებენ დიდი ქართველი მწერლის შეურაცხყოფის მცდელობას ადამიანები, რომელთა ცხოვრებაშიც კლასიკოსმა წარუშლელი კვალი დატოვა. ფაქტს გმობს იმ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც ნოდარ დუმბაძის სახელს ატარებს. იმ თეატრის ხელმძღვანელი ვარ, რომელიც სწორედ ბატონ ნოდარის სახელს ატარებს და პროტესტი მქონდა. ასეთი ადამიანები ალბათ ყველა დროში არსებობდნენ, როდესაც საკუთარი თავის გაპოპულარულებას, თუ შეიძლება ასე ითქვას, ცდილობენ აი ამ სკაბრეზული უხამსი გამონათქვამებით ცნობილი პიროვნებების მიმართ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გქონია ამის სხვა მაგალითებიც არაერთი და ამჯერად თვალში მოხვდათ თუ უცებ ამოუტივტივდათ ნოდარ დუმბაძეს. ნოდარ დუმბაძის დაკნინებას ვერავინ ვერ შეეცდება, იმიტომ რომ ვინც ამას გააკეთებს, თავის თავს დაიკნინებს უპირველეს ყოვლისა. იცით რა არის, როგორც საკუთარი ოჯახის წევრზე ისე გაუბრაზდი, ძალიან გაუბრაზდი, მსხვენია, ძალიან დიდი სირცხვილია, მსხვენია იმ ახალგაზრდების სახელით, ვინც ეს იკადრა. ამაზე დიდი უზანეობა, მე ვერ წარმომიდგენია, დასაგმობია რა თქმა უნდა და არ მეგულება ნორმალური ადამიანია. ეს ფაქტი და ეს მოვლენა არ დაგმოს. დიდი ქართველი მწერლის მიმართ უცენზურო გამონათქვამი აღშფოთების მიზეზი გახდა ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლებისთვისაც. ეროვნული ღირებულებების დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობაზე საუბრობს მომღერალი ბექა ჩხაიძე. ნოდარ დუმბაძის როგორ ხელის გულზე აქვს რა ყველაფერი გადმოტანილი ქართველი ერისთვის, ყველაფერს ეხება ეს ადამიანი, რაც უნიკალურია ქართველი ადამიანისთვის. გაიგეთ, ეს წინაპრების სიყვარულია, თუ კი რამე ნაწარმოებები აქვს ამ ადამიანს, არის უნიკალური ყველაფერი. ამას ეხებიან ესენი სპეციალურად დავალება გამოთაყვანებულ სამარცხვინო ხალხს, რაც არის ღირებული ქართველებისთვის, სპეციალურად ეხებიან. ერისთვის გამორჩეული გენიალური მწერლის მიმართ ღირსების შემლახავი იუმორი ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში სცადეს. საზოგადოებაში არსებული უარყოფითი რეაქციების მიუხედავად, კომიკოსად წოდებულ ონისე ოქრიაშვილს, რომელიც სიძულვილის ენით ხშირად გამოირჩევა, სინანული ამ დრომდე არ გამოუხატავს. ნოდარ დუმბაძე მაჩის გული ადამიანს აქვს შუბლის ძარღვი. ის რო გაუწყდებაო, მეო იოლია ძალიან ცხოვრებაო. ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ გრძელდება. ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის სარეალიზაციო დაფასებული 331 შეკურა მარიხუანა. ორივე ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დეტალებს ოსოელისაშვილი მოგიყვებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულთან შეურიგებელ ბრძოლას აგრძელებს. სამართალდამცველებმა ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ირანის ორი მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, მათ შორის სარეალიზაციო დაფასებული 331 შეკურა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ამოიღო.
გამოძიები დადგინდა, რომ ბრალდებულები ჯგუფურად მოქმედებდნენ და ნარკოტიკების რეალიზაციას გეგმავდნენ. თუმცა ოპერატიულად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულებრივი გეგმა ვერ განახორციელეს. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მეტიც ამტკიცებს, რომ სახლში, სადაც მისი აყვანა მოხდა, არ ცხოვრობდა და ღამეს ქუჩაში ათევდა. მის საწინააღმდეგოდ კი საქმეში ბინის მეპატრონის ჩვენება და გაქირავების ხელშეკრულება ცდებს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, მისი უფლებადამცველის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა დაცვის მხარე პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკავებულებს ამ ეტაპზე ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დუმილის უფლებას იყენებს ამ ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა გუშინ, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით და სავარაუდოდ ბრალდების მხარესთან შევთანხმდებით სასჯელზე. გუშინ სასამართლო პროცესი იყო, არ აღიარებს წარდგენილ ბრალს, საცხოვრებელი სახლიდან არის აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალებები, მაგრამ როგორც ბრალდებული განაცხადებს, აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მას არ ჰქონდა დაქირავებული. ქუჩაში ცხოვრობდა, როგორც ბრალდებული ამბობს, პერიოდულად სხვადასხვა ადგილებში იმყოფებოდა ხოლმე. მიცემულებები არის ბინის მესაკუთრის გამოკითხვა, რომელიც ადასტურებს, რომ გაქირავებული ეს ბინა, ხელშეკრულებაც არის ამასთან დაკავშირებით. დასწორები არის ამოღებული ლენტები, ნარკოტიკული საშუალებები. მეზობლების ინფორმაციით დაკავებულებს სახლი დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ჰქონდათ ნაქირავები, თუმცა მათ ახლოს არავინ იცნობდა. მათივე თქმით, სამართალდამცველები დაკავებულების სახლთან ნახეს, როდესაც ისინი საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. ამ დრომდე ბინა დალუქულია. დავინახეთ 4 ან 5 პოლიციელი, ისინი იქ იყვნენ მთელი დღე. რას აკეთებდნენ, არ ვიცი, ალბათ ჭხრეკდნენ. დაპირისპირება არ იყო, ის ბიჭები დააკავეს. პოლიცია იყო, ეძებდნენ. იცნობდით? არა, წარმოგიდგენთ. არა, პოლიცია იყო რამოდენიმე დღის წინ, მთელი დღის განმავლობაში. დაკავებულები ნარკოტიკული საშუალების გაყიდვას სავარაუდოდ ერთ-ერთი ინტერნეტ პლატფორმის საშუალებით გეგმავდნენ. სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაძაბულობის ახალი ფაზა ახლო აღმოსავლეთში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. ამერიკულმა ძალებმა ირანის სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის სარაკეტო ბაზებსა და საზღვაო ინფრასტრუქტურაზე მორიგი დარტყმები განახორციელეს. პენტაგონის ინფორმაციით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ესკალაციის შედეგად 100-მდე ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამერიკელი სამხედროების დაღუპვაზე შურისძიების პირობა დადო. დანებებას არ აპირებს არც ოფიციალური თეირანი. შუამავლები მხარეებს სამხედრო მოქმედებების 10 დღით შეჩერებას თავაზობენ. ვაშინგტონი წინადადებას განიხილავს, თუმცა საბოლოო შეთანხმებამდე რეგიონში დამატებით სამხედრო ძალებს მაინც აგზავნის. ქეთი მამრიკიშვილი გიამბობთ. შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის გასულ თვეში ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ჩაიშალა. ბოლო დღეების განმავლობაში სამხედრო იერიშებმა ორივე ქვეყანა კვლავ ომის ზღვარზე მიიყვანა. ირანსა და შტატებს შორის შუამავლობის პროცესში ჩართული ქვეყნები მხარეებს ცეცხლის 10-დღიანი შეწყვეტის რეჟიმის დაწესებას სთავაზობენ. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ ამ პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა აღდგება, შტატები და ირანი კი მისი გრძელვადიანი გამოყენების პირობების განხილვას დაიწყებენ. ყატარმა, ეგვიპტემ, პაკისტანმა და სხვა შუამავლებმა თეირანს ომის დეესკალაციის წინადადება უკვე გადასცეს. შუამავლების წინადადებას განიხილავს ვაშინგტონიც და ისრაელს მოუწოდებს მოერიდოს ისეთ ნაბიჯებს, რომლებმაც შესაძლოა დიპლომატიური ფანჯარა დახუროს. პარალელურად შტატების პრეზიდენტი თეირანს გამაფრთხილებელ გზავნილს უგზავნის. ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, ისინი ამისთვის ბევრად უფრო მეტ საფასურს გადაიხდიან. ეს დირექტივა გადაეცა ომის მდივანს პიტ ჰეგსეტს, გაერთიანებული შტატების თავმჯდომარეს დენიელ კეინს და სამხედრო სფეროს ყველა ლიდერს. ირანის საგარეო უწყებაში კი აცხადებენ, რომ შუამავლების მეშვეობით დიპლომატიური კომუნიკაცია გრძელდება, თუმცა მზად არიან ყველა ზომა მიიღონ ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენ მივიღეთ წინადადებები შუამავლების მეშვეობით, თუმცა ამ ეტაპზე მათ დეტალებს არ განვიხილავთ, სანამ ჩვენი შეიარაღებული ძალები მტკიცედ და გადამწყვეტად პასუხობენ ამერიკულ აგრესიას. დიპლომატიამ სრულად იცის თავისი მოვალეობები და ძალისხმევას არ იშურებს მათ შესასრულებლად. შტატების სახელმწიფო მდივანი კი აცხადებს, რომ ვაშინგტონი დეესკალაციისთვის მზად არის, თუმცა პროცესს თეირანის ქმედებები ართულებს.
ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის ღიაა დიპლომატიისთვის, თუმცა ირანმა კეთილსინდისიერად უნდა შეცვალოს თავისი ქცევა და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს. ეს უნდა იყოს რეალური, ეს უნდა იყოს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ისინი მზად იქნებიან იცხოვრონ. სანამ ირანი დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო წყლის გზის კონტროლს, ჩვენ ამაზე რეაგირება მოგვიწევს. პარალელურად შტატების ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა განახორციელეს. მიზანი ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითება იყო. ამერიკის შეერთებული შტატების ძალებმა ირანის სამხედრო სარდლობის ცენტრები, საზღვაო შესაძლებლობები, რაკეტებისა და დრონების გამშვები პუნქტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები დაბომბეს, რათა შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობა ჰორმუზის სრუტეში გამავალ კომერციულ გემებზე თავდასხმა გააგრძელოს. კომერციული გემების ტრანზიტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საერთაშორისო საზღვაო დერეფანში გრძელდება. კონფლიქტის მორიგი ესკალაცია 8 ივლისიდან დაიწყო. შეერთებული შტატების შეერაღებულმა ძალებმა ირანის ტერიტორიაზე დარტყმები რამდენჯერმე მიიტანეს. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ეს იყო პასუხი ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმაზე. საპასუხოდ თეირანმა დარტყმები დაიწყო შტატების სამხედრო ობიექტებზე ახლო აღმოსავლეთში, ბაჰრეინის, იორდანიის, ყატარის, ქუვეითის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ომანის ტერიტორიებზე. პენტაგონის ინფორმაციით, ასამდე ამერიკელი სამხედრო დაშავებულია, 3 კი დაღუპული. ახალი სასკოლო ფორმების შეკერვა დაიწყო. წარმოების პროცესი ჩინეთში მდებარე საწარმოში მიმდინარეობს. კომპანია Glory Textile Industries-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოსთვის 1,801,000 ერთეული სასკოლო ფორმა უნდა დამზადდეს. მიწოდების პროცესი 3 ეტაპად განხორციელდება. 2026-2027 სასწავლო წლიდან პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით სოციალურად დაუცველი ოჯახები ფორმებს უფასოდ მიიღებენ. ლევან წუწუნავა გიამბობთ. 15 სექტემბრიდან ეტაპობრივად პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილი იქნებიან სკოლის ფორმებით. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის საფუძველზე ჩინური კომპანია შეირჩა, რომელმაც ქართველი მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები უნდა შეკეროს. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და პროცესიც დაწყებულია. ჩინურმა კომპანიამ საქართველოს 1,801,000 ერთეული სასკოლო უნიფორმა 3 ეტაპად უნდა მოაწოდოს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 65,000-იან ნაკლები ქულითაა შეფასებული, სასკოლო ფორმას უსასყიდლოდ მიიღებს. გუშინ უკვე პირველი სატვირთო მანქანები დაიტვირთა 70,000 ერთეული ფორმით და უკვე გამოემგზავრა საქართველოსკენ, რაც აბსოლუტურად შეთანხმების ვადების შესრულებაზე მიუთითებს და ჩვენ პირველ პარტიას დაახლოებით 20-დან 25 აგვისტომდე ველოდებით. ყოველგვარი მოგების გარეშე პრემიერ-მინისტრის დავალებით სამინისტრო და შპს საგანმანათლებლო რესურსები მაქსიმალურად ორიენტირებული არიან, რომ ფორმის ფასი განისაზღვროს მინიმალურად დაბალი მოცულობით. შპს საგანმანათლებლო რესურსების ხელმძღვანელობა, რომელიც ხელშეკრულების შესრულებაზეა პასუხისმგებელი, ჩინეთში იმყოფება და სასკოლო ფორმების კერვის მიმდინარეობას პირადად ზედამხედველობს. ჩინურ კომპანიაში ამბობენ, რომ საწარმოო პროცესის თითოეული ეტაპი მკაცრად კონტროლდება, რათა დამზადებული სამოსი უმაღლესი ხარისხის იყოს. მე ხელმძღვანელობ სამკერვალო საწარმოო ბაზას. აღნიშნულ საწარმოო ბაზაზე 5,000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი ტანსაცმლის წარმოების მიმართულება უზრუნველყოფს სრულ ერთიანი ციკლის წარმოებას, რაც მოიცავს კვლევასა და განვითარებას, ჭრას, ბეჭდვას, ქარგვას, კერვასა და საბოლოო დამუშავებას სხვადასხვა სკოლის ფორმისთვის. საწარმოო პროცესის თითოეულ ეტაპზე ვახორციელებთ ხარისხის მკაცრ კონტროლს და მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველყოთ თითოეული დამზადებული სამოსის უმაღლესი ხარისხი. განათლების სისტემაში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს, მათ შორის სასკოლო ფორმების შემოღებას მიესალმება 161 საჯარო სკოლის დირექტორი და ამბობს, რომ საკითხს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. თორნიკე გვენეტაძე იმ დადებით შედეგებზე საუბრობს, რაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვება. პირველი ეს გახლავთ სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი. პრაქტიკულად სკოლაში აღარ დარჩება ადგილი ბავშვის დაბულინგებისათვის, თქვენ მოგეხსენება ძალიან სენსიტიური არის ბავშვის ფსიქიკა, როცა მას განასხვავებენ ჩაცმულობიდან გამომდინარე. პრაქტიკულად ამ ცვლილების მიღება ხსნის ამ ბარიერს და სკოლაში უფრო მეტ გარემოსტოვებს მეგობრობისათვის და ადამიანობისათვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის დისციპლინარო-ფსიქოლოგიური მიდგომა. ჩვენ თუ დავაკვირდებით საერთაშორისო პრაქტიკას, იქ დავინახავთ, რომ გარეგანი მოწესრიგებულობა განაპირობებს შინაგან მოწესრიგებულობასაც.
ნინო დახუნდარიძის მესამე კლასელი შვილი ახალ სასწავლო წელს სასკოლო ფორმით შეხვდება. მშობელი განათლების სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება და ამავე დროს სურვილი აქვს იგივე გადაწყვეტილება მაღალ კლასებსაც შეეხოს. მშობელს მიაჩნია, რომ ერთნაირი ჩაცმულობა მოსწავლეებს თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს და სწავლაზე მეტად ფოკუსირებულები იქნებიან. ხშირად ხდება ხოლმე რაღაცა ამაზე, თუნდაც ჩაცმულობაზე ხაზის გასმა მოსწავლეების მხრიდან და ვფიქრობ, რომ ეს ამას მინიმუმამდე დაიყვანს. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ძალიან დიდ დროს დაგვიზოგავს მშობლებს. ასევე ვფიქრობ, რომ სკოლაც უფრო ორგანიზებულად გამოიყურება ამ დროს და მოსწავლეშიც უფრო რაღაც პასუხისმგებლობის და დისციპლინის შეგრძნებებს აყალიბებს. სასკოლო ფორმის ფასი უახლოეს დღეებში განისაზღვრება. ახალი უნიფორმებით 15 სექტემბრისთვის ყველა პირველ კლასელი იქნება უზრუნველყოფილი. დანარჩენი 5 კლასისთვის კი სასკოლო ფორმები ეტაპობრივად პირველი სემესტრის განმავლობაში ჩამოვა. რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. დედაქალაქის მთავარი გამზირი რამდენიმე თვეში სრულად განახლდება და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღიჭურვება. პროექტით გათვალისწინებულია მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების, გზის საფარის, ტროტუარების და გარე განათებების სისტემის განახლება, მწვანე სივრცეების მოწყობა, ქვეითთა უსაფრთხოების გაუმჯობესება და გარემოს ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სამუშაოები 23 ივლისს დაიწყება. რეაბილიტაციის პერიოდში კი რუსთაველის გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ბორინა ონიანი გიამბობთ. დედაქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაცია ხვალიდან იწყება. სრულად განახლდება თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული ტერიტორია. სამუშაოები ღამის 12 საათზე დაიწყება და ამ დროიდან 4 თვის განმავლობაში სარეაბილიტაციო არეალში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით. რუსთაველის გამზირი არის ჩვენი დედაქალაქის სავიზიტო ბარათი, როგორც ვიზუალური, ისე ისტორიული თვალსაზრისით, რომელსაც უნახავს არაერთი სიხარული, გამარჯვება, ტკივილი თუ მწუხარება. აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული თანამედროვე, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს სიამაყის განცდა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა. განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარი. დაიგება ასფალტის საფარი. სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება თანამედროვე LED განათების სისტემა. გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სამუშაოები დაიწყება ხვალღამით. 12 საათზე გადაიკეტება და სრულად ჩაიკეტება რუსთაველის გამზირი. ეს იმის გამო ხდება, რომ რაც შეიძლება მალე დავამთავროთ სამუშაოები. შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად, მოწესრიგდება სავალი ნაწილი, ტროტუარები. პირველ ეტაპზე შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალმომარაგების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები. ასევე საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. სრულად მოხდება რეაბილიტაცია როგორც სასმენისწყლის, ასევე წყალარნების მილსადენების. ჩვენი მიზანია, რომ აქ გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები და სრული რეაბილიტაციის ფარგლებში განახორციელოს ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელმაც აწეულებს უნდა გაუძლოს. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანების კომპონენტსაც მოიცავს. განახლდება არსებული მწვანე სივრცეები და დაირგვება ხემცენარეები, რაც რუსთაველის გამზირს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. მოეწყობა ასფალტო-ბეტონის საფარის 3 ფენა, შეიცვლება არსებული ბორდიურებით ჩანაცვლება ახლით. ჩვენმა კომპანიამ შპს Smart Solution-მა აღნიშნულ ტენდერში, როგორც მოგეხსენებათ, გამოცხადებული იყო 3 ლოტი, აღნიშნულ ტენდერებში 3 ლოტში მოვიპოვეთ გამარჯვება. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს. პროექტის ღირებულება 50 მილიონამდე ლარია. უნიკალური აღმოჩენა საქართველოში ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებისა და უცხოელი მკვლევრების მიერ ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ლეჩხუმში აღმოჩენილია 3000 წლის წინადელი მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი. სპეციალისტების ინფორმაციით ბრინჯაოს ხანის უნიკალური არტეფაქტები ადასტურებს, რომ ძველი წელთაღრიცხვით მე-13-მე-19 საუკუნეებში ლეჩხუმი მთიანი კოლხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეტალურგიული ცენტრი იყო. საკერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშის ექსპედიცია საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. დეტალებით მარიამ რატიანი.
საქართველო მორიგი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო აღმოჩენის ეპიცენტრშია. მკვლევარებმა ლეჩხუმში უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს, რომელსაც ჩვენი წინაპრები ლითონის დასამუშავებლად ჯერ კიდევ 3000 წლის წინ იყენებდნენ. არტეფაქტების მიხედვით დგინდება, რომ კომპლექსი ყველაზე დიდია კოლხეთში, აქამდე ცნობილ მსგავს სახელოსნოებს შორის და ლითონის დნობის რთულ პროცესს სრულად ასახავს. აღმოჩენის დეტალებს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორთან ერთად აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ადგილზე გაეცნენ. ეს არის ნამდვილი საერთაშორისო ინტერდისციპლინარული კვლევა და საქართველოსთვის კიდევ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უკვე მთიან კოლხეთში არსებობდა ესეთი მძლავრი ინდუსტრია, რაც აჩვენებს, რომ ჩვენ ვიყავით ძალიან მაღალ განვითარებული სახელმწიფო. წიდების კვლევამ და ამ ტექნიკური კერამიკის კვლევამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ აქ დნობის მინიმუმ 2 ფაზა მაინც გვაქვს. ამას გვეუბნება ეს განსხვავებული ტიპის წიდები და განსხვავებული ტიპის ტექნიკური კერამიკა, როგორიც არის ტიგელები და ასევე საბერველი ბინები. სპილენძის უძველესი სახელოსნოების კვლევას ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო სულავა ხელმძღვანელობს. ქართველი სპეციალისტების გარდა სამუშაოებში მონაწილეობას უცხოელი მკვლევარებიც იღებენ. ისეთი ქვეყნებიდან როგორებიც დიდი ბრიტანეთი, იტალია და ისრაელია. მეცნიერები განმარტავენ, რომ აღმოჩენის მიხედვით დასტურდება ძველი წელთაღრიცხვით მე-13-მე-14 საუკუნეებში ლეჩხუმი კოლხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეტალურგიული ცენტრი იყო, რომელიც კავკასიის სპილენძის ლითონწარმოებაში წამყვ როლს ასრულებდა. პირველი რაც გავაკეთეთ იყო ის, რომ ყურადღებით დავაკვირდით მუზეუმში არსებულ უკვე შეგროვილ მასალებს, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა ნივთებს მრავალი წლის განმავლობაში პოულობდა, ჯერ კიდევ 1920-იანი წლების დასაწყისიდანვე. ჩვენ ვთქვით, რომ უნდა ვცადოთ და ეს კიდევ უფრო მეტად შევისწავლოთ, რადგან თქვენ აქ გაქვთ მართლაც შესანიშნავი ინდუსტრია, რომლის შესახებაც არავინ იცის და რომელიც არავის ესმის. აქ არის აშკარად ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი გვიან ბრინჯაოს ხანაში სპილენძის მოპოვებისთვის. ამ პროცესს აქვს გარკვეული ანალოგია იმ პროცესებთან, რომლებიც ჩვენ გვაქვს იმავე პერიოდში ევროპაში, თუმცა არის მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. და მე ძალიან მაინტერესებდა იმის გაგება, თუ რა განსხვავებებია ტექნოლოგიაში და რა მნიშვნელობა აქვს ამას ამ ძეგლის საერთო ინტერპრეტაციისთვის, კულტურული მნიშვნელობისთვის. ეს აშკარად არის უაღრესად მნიშვნელოვანი ძეგლი გვიან ბრინჯაოს ხანაში ლითონის წარმოების. სამუშაოები 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხვადასხვა მეცნიერებთან ერთად კვლევაში მონაწილეობას სტუდენტებიც იღებდნენ. არქეოლოგიის მაგისტრის თქმით, მსგავს გათხრებში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. აქამდე მწირი ინფორმაცია არსებობდა ძეგლის შესახებ, აღნიშნული ძეგლის შესახებ და დღეს საკმაოდ ბევრი ფურცელი მიემატა ჩვენი ქვეყნის ისტორიას. სოფელ დოღურაში მიმდინარე ექსპედიცია საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნული მუზეუმის ორგანიზებითა და არქეოლოგიის დოქტორ ნანა რეზესიძის ხელმძღვანელობით ხორციელდება. ეს იყო პასტევის საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე, მოხალამდე გემშვიდობით ნახვამდის.